ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რადიკალურად შეცვალა ირანთან ომის სტრატეგია. ამჯერად აქცენტი გააკეთა გლობალურ ეკონომიკურ ზეთომიკურ ზეწოლაზე, არა მხოლოდ თეირანზე, არამედ მის ყველა მოკავშირეზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, როგორც თავად აღნიშნა, გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყება ირანის წინააღმდეგ თეირანის უარის გამო ვაშინგტონთან მშვიდობის შეთანხმების დადებაზე. თვითონ ტრამპმა მაშინვე გააფრთხილა ყველა ქვეყანას, რომელიც ირანს ბლოკადის პირობებში გადარჩენაში დახმარებას გადაწყვეტს, რომ ისინი ვაშინგტონის მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლას დაექვემდებარებიან. ამავე დროს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ შტატები ემზადებიან ირანის ყველაზე მასშტაბური და კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაციისთვის მსოფლიო ისტორიაში. ირანში აშშ-ის მუქარას საკმაოდ სერიოზულად მიუდგნენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის მიერ გამოცხადებული ირანის იზოლაციის მიზნით გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაცია ტერორიზმის აქტად და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად შეაფასა. განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიმართულია არა რეჟიმის, არამედ ჩვეულებრივი ირანელების წინააღმდეგ. მაგრამ ეხლა ჩნდება კითხვა, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი საქმე ბოლომდე მიიყვანოს, თუ ისევ მხოლოდ მუქარებით შემოიფარგლება. მოდით ერთად გავარკვევთ. მაგრამ სანამ განხილვაზე გადავალთ, აღნიშნავ, რომ აშშ-ის სამხედროებმა შეუმჩნევლად მაინც შექმნეს საზღვაო კორიდორი ჰორმუზის სრუტეში და უკან ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობის გადასაზიდვა. ამიტომაც აშშ-ს შეუძლია ხანგრძლივი ოპერაციის ჩატარება ირანის წინააღმდეგ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ მანამდე გთხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ეს გამოშვება და აუცილებლად დაწეროთ თქვენი ნებისმიერი კითხვა კომენტარებში. ასე გამოაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც თავად თქვა, ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელი ეკონომიკური ოპერაციის დაწყების შესახებ. იმის გამო, რომ თეირანი არ ისურვა ვაშინგტონთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. შემდეგ ციტატა ამერიკის პრეზიდენტის. არავის მიუწია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის მეტი შესაძლებლობა შეთანხმების დადებისთვის, ვიდრე მე. სამწუხაროდ მათთვის, მათ ამით არ ისარგებლეს. ამიტომ დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციაზე და რომელიც ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბით. მან ასევე გააფრთხილა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მისცემს უფლებას თავის ფინანსურ დაწესებულებებს, კომპანიებს ან სახელმწიფო ორგანოებს გაუწიონ მხარდაჭერა ირანს, თვითონაც შეხვდება ციტატა გიგანტურ ეკონომიკურ შედეგებს. ნავთობის კონტრაბანდა, სუოპ ხაზები, ფულადი გადარიცხვები, გაცვლითი პუნქტები, გემების რეესტრები, ფიქტიური კომპანიები. ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, განაცხადა დონალდ ტრამპი. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა მოუწოდა აშშ-ის მოკავშირეებს დაეხმარონ ირანის საფრთხის იზოლირებასა და დამარცხებაში. ასევე კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ თეირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. ამავე დროს მისი ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული კამპანიისთვის ემზადება ირანის ეკონომიკური იზოლაციის კოორდინირებული ღონისძიებით მსოფლიო ისტორიაში. ამბობს, რომ ასეთი რამ მსოფლიოში არასოდეს უნახავთ. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ასევე მოუწოდა მოკავშირეებს გააკეთონ არჩევანი. ან ისინი მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან ერთად, ან მათ წინააღმდეგ. კერძოდ ბესენტმა განაცხადა, რომ თუ მოკავშირეები ან სხვა ქვეყნები გააგრძელებენ თეირანთან საქმიანი ურთიერთობების გაგრძელებას, ფულის გადარიცხვას, ირანული ნავთობის შეძენას ან საზღვაო გადაზიდვებს, ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საელჩო მაშინვე გამოიყენებენ მთელ ძალასა და შესაძლებლობებს, რათა უზრუნველყონ მათ წინააღმდეგ მიღებული ზომების შესრულება. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დონალდ ტრამპს აქვს მსგავსი ზეწოლის ინსტრუმენტი. რადგან შეგახსენებთ, წინა დღეს სენატმა უკვე მიიღო გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ. ის კანონპროექტი, რომელიც ჯოჯო ხეთურ სანქციებს ეხებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში ამავე კანონპროექტში ირანის ჩაწერეს, რომ თითქოს ეს ზომები დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგაც შეუძლია გამოიყენოს. საკითხი იმაშია, რომ აშშ-ს შეუძლია დააწესოს 100%-იანი ტარიფები ნებისმიერი ქვეყნის მიმართ, რომელიც ასე თუ ისე დაეხმარება ირანის რეჟიმს გადარჩენაში. მანამდე CNN-ის წყაროებმა ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა დაავალა ირანთან ნებისმიერი მოლაპარაკების შეწყვეტა, რადგან თეირანი დათმობებზე წასასვლელად მზად არ არის.
მათი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარი თქვეს მცდელობებზე, ციტატა, რაც შეიძლება მალე დაამარცხონ ირანი და გადაწყვიტეს ეკონომიკური ზომებით დაახშონ იგი. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა დაამატა, რომ ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლის უპრეცედენტო ზომებს ამზადებს, რომლებიც მიმართული იქნება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ვაჭრობის შეზღუდვაზე და შეიძლება შეეხოს ირანული ნავთობის მყიდველებსაც. აქ რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა, ვინ ყიდულობს ამ ირანულ ნავთობს. და აი სააგენტო Reuters წერს, რომ ყველაზე სავარაუდო გზა ირანზე ზეწოლის გასაძლებლად ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ბანკებისთვის სანქციების დაწესებაა, რომლებიც ჯერ კიდევ თანამშრომლობენ ირანელ ნავთობის მომწოდებლებთან. თუმცა ასეთი ნაბიჯი შეიძლება პეკინის საპასუხო ზომებს გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარს. ამავე დროს ირანში კომენტარი გააკეთეს ტრამპის მიერ მათი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ომის გამოცხადებაზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის მიერ გამოცხადებულ გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას ირანის იზოლაციის მიზნით ტერორიზმის აქტად და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მოიხსენიებენ. ანუ ირანის რეჟიმი, რომელმაც პროტესტების დროს 10,000-ობით ადამიანი მოკლა, ახლა ამბობს, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. კარგი, მოდით მოგიყვანთ ციტატას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან. აშშ-ის ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ, რომლებიც მიმართულია თითოეული ირანის მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების წინააღმდეგ, ეხება მოქალაქეებს, არის ეკონომიკური ტერორიზმის გამოვლინება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ხოლო პირები, ვინც გასცემს განკარგულებას ამ სანქციების შემოღების შესახებ და ახორციელებს მათ, ასეთი საზიზღარი დანაშაულების ჩადენისთვის უნდა წარსდგნენ სასამართლოს წინაშე და აგონ პასუხი. სანქციები და ეკონომიკური ზეწოლა იგივე მედლის მეორე მხარეა, რაც სამხედრო აგრესია. ამ ორ ინსტრუმენტზე აშშ-ის ავადმყოფური დამოკიდებულება არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ ადამიანური ცივილიზაცია უპრეცედენტო ზნეობრივ დაცემამდე მიიყვანა. ბოდიშრიხტი, ვერ ვიკავებ თავს, როცა ასეთ განცხადებებს ვკითხულობ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ისინი იხსენებენ, აი ისინი როგორც რუსები არიან. აი რუსებიც როცა მათ სახეში ურტყამენ, რუსები იხსენებენ საერთაშორისო სამართალს, ჰუმანურობას, ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს და ასე შემდეგ. ხოლო როცა თავად აწარმოებენ ომს, ამ ყველაფერს აღარ იხსენებენ. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ირანი წლების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაშიც კი, არა მხოლოდ თავად არღოდა რეგიონის სტაბილურობას, არამედ აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა ჰიზბოლას ლიბანში, რათა ის ებრძოლა ისრაელს. ასე წოდებულ წინააღმდეგობის ღერძს ერაყში, ჰუსიტებს იემენში, ნაწილობრივ კი ჰამას ღაზის სექტორში. და ფაქტობრივად აფინანსებდა ტერორიზმს რეგიონში. ეხლა კი გონს მოეგნე. მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ირანი ამ მუქარამ შეაშინა, რადგან თეირანის რეჟიმმა იცის, რომ ორმუზის სრუტეში სიტუაცია მაინც შეიცვალა. სააგენტო აქსიოს იუწყება, რომ აშშ-ის სამხედროებმა შეუმჩნევლად შექმნეს სანაოსნო კორიდორი ორმუზის სრუტეში და უკან ყოველდღიურად მილიონობით ბარელი ნავთობის გადასაზიდ. როგორც იუწყებიან ოპერაციის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ყოველღამე სამხრეთის არხით, ომანის სანაპიროს გასწვრივ, სრუტეში შედის და გამოდის 15-დან 20-მდე ტანკერი. ოფიციალური პირების თქმით, სრუტიდან ყოველდღიურად დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი გადის. ეს დაახლოებით ომის წინა მოცულობის ნახევარია. ასეთი მდგომარეობა ამსუბუქებს ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ასპექტს, კერძოდ ნავთობის მიწოდების შეფერხებებს, რამაც ნედლი ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სრუტიდან გატანილი ნავთობის მოცულობა ჯერ კიდევ ომის წინა დონეზე ნაკლებია, ეს მაინც საგრძნობ გავლენას ახდენს მსოფლიო მიწოდებებს. და აი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც აშშ-ის სამხედროები ხელმძღვანელობენ, კოორდინაციას უწევს თავის მოქმედებებს რეგიონულ პარტნიორებთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ის ყოველდღიურად ადგენს გემების სიას, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ორმუზის სრუტის გავლით არაბეთის ზღვაში გადიან. ასევე ადგენს დაქირავებული ცარიელი ტანკერების სიას, რომლებიც არაბეთის ზღვიდან ორმუზის სრუტის გავლით სპარსეთის ყურის ქვეყნების პორტებში მიემართებიან ნავთობის მარაგების შესავსებად. ყოველღამე ეს გემები ერთ დიდ მარშრუტზე მოძრაობენ, განსაზღვრულ დროის მონაკვეთში. და ერთ დიდ მარშრუტზე საპირისპირო მიმართულებით სხვა დროის მონაკვეთში, რათა ამერიკულ არმიას ეყოს ძალა
ორივე მიმართულებით გემების თანხლებაზე. იტყობინებიან, რომ ოპერაცია შესაძლებელი გახდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ჩატარებული ორკვირიანი სამხედრო კამპანიის შედეგად, რომლის დროსაც ირანის რადარებისა და საზღვაო სადამკვირვებლო სისტემები გამოყვანილი იქნა მწყობრიდან. ახლა კი ირანი უბრალოდ ვეღარ ხედავს ყველა გამავალ გემს, ანუ რადარები უკვე საკმარისი აღარ არის და შესაბამისად ამ გემების დამალვა შესაძლებელია. ამ ფონზე ტრამპმა სწორედაც გამოაცხადა, რომ აშშ აღარ აწარმოებს მოლაპარაკებებს ირანთან, რადგან სრუტეში არსებული საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი, თუმცა მაინც კიდევ რჩება. მაგრამ მაინც უნდა გვესმოდეს, რომ დონალდ ტრამპის ახალი ეკონომიკური გაგუდვის სტრატეგია თავის ნაკლოვანებებსაც შეიცავს. ირანის ეკონომიკის დასანგრევად თვეები ან თუნდაც წლები იქნება საჭირო. ამისთვის საჭირო იქნება სტრატეგიული მოთმინება, რომელსაც ტრამპი თითქმის არასდროს ავლენს. ირანი მარტო არ იქნება თუ იფიქრებს, რომ ტრამპი თავისი ახალი გეგმით გაცილებით ადრე დაიღლება, ვიდრე ის შედეგს მოიტანს. მაგრამ ეხლა ტრამპი აშშ-ში ელოდება ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რომელთანაც შეიძლება როგორც ჩანს სცადოს ირანზე ზეწოლის კოორდინაცია, შესაძლოა ახალი სანქციებით დამოკრებით. მაგალითად, ერთ-ერთი ეფექტური ნაბიჯი იქნებოდა სანქციების დაწესება ჩინურ ბანკებზე, რომლებიც მონაწილეობენ ოპერაციებში, რომლებიც დაკავშირებულია ირანის ნავთობის უკანონო გაფიდვასთან. მაგრამ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს სახელმწიფო ვიზიტით უკვე თუ არ ვცდები 23 სექტემბერს მიიღებს. ეს ამერიკის პრეზიდენტისთვის წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა. ამიტომ ეს დიდი სიურპრიზი იქნებოდა. თუ ტრამპი ატმოსფეროს გააფუჭებდა და ამ დროამდე ჩინეთის წინააღმდეგ რაიმე სანქციებს დააწესებდა სი ძინპინის ვიზიტამდე. მაგრამ თუნდაც ტრამპი მზად იყოს დაელოდოს, სანამ მისი ეკონომიკური ომი ირანზე ზეწოლას მოახდენს, კიდევ ერთი ფაქტორია. თეირანი შეიძლება არ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისით უპასუხოს. ნახეთ, რა არის მნიშვნელოვანი. დონალდ ტრამპი ეკონომიკური ომის გამოცხადებისას იმედოვნებს, რომ ომის ცხელი ფაზა რაკეტების გაშვებით, სროლებით და ასე შემდეგ შეჩერდება. ან მინიმუმად მაინც ეს ფაზა ჩაცხლება. ანუ ომის ცხელ ფაზას ჩვენ ვერ ვიხილავთ, ხოლო ამ დროს მისი ჩანაფიქრით აშშ მაქსიმალურად დააწובה ირანს. მაგრამ ირანს აქვს სერიოზული პოლიტიკური საფუძვლები, რომ უარი უთხრას ბოდიშით დონალდ ტრამპს მის მცდელობაში არჩევნების წინ აშშ-ში ომი ჩააცხროს. გარდა ამისა, ირანს აქვს გეოპოლიტიკური მოტივაცია ესკალაციისკენ, რათა შეინარჩუნოს თავისი მთავარი სამხედრო მიღწევა, შესაძლებლობა შეანელოს გემების მოძრაობა, რომლებიც გადიან ჰორმუზის სრუტეში. ახალი დრონების ან რაკეტების დართმები გემებზე გაზრდის ეკონომიკურ დანახარჯებს ამერიკელი აუმჩელებისთვის და შეახსენებს მათ, რომ ომი საერთოდ არ დასრულებულა. ის ფაქტი, რომ ტრამპი გადადის ომის ცხელი ფაზიდან ეკონომიკურ ომზე, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე მხარეც, ანუ ოპონენტი, ასევე ჩერდება და წყვეტს ყველა თავის დაბომბვას. გახსენებთ, რომ წინა დღეს ირანმა უკვე მიანიშნა, რომ მზად არის სცადოს დართმა ევროპულ ბაზებზე, უпростоრად ამერიკულ ბაზებზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამიტომ აქ სტრატეგია, რა თქმა უნდა, ლამაზად გამოიყურება. დონალდ ტრამპის ჩანაფიქრით, ამ სტრატეგიამ საბოლოოდ უნდა დაახჩოს ირანის რეჟიმი. მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ირანის რეჟიმი სანქციების ქვეშ თითქმის 50 წელია იმყოფება. ამიტომ რას მოიფიქრებს აქ დონალდ ტრამპი ახალს, ამას დრო გვიჩვენებს. აქ მრავალ წერტილს დავშამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები. დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამას ფინანსურად შეძრეთ, ნებისმიერი დონატის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.